დაბახულოში ამ დროისათვის უკვე გამოიდარა, თუმცა სოფლებში ჯერ კიდევ თოვლის თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის გარეშე სულ 1500 აბონენტი რჩება. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით მათ ენერგომომარაგებას აღამომდე აღუდგებათ. ამ წუთებში კომპანიის თანამშრომლები უამინდობის გამო დაზიანებული ბოძების და სადენების შეკეთებას ცდილობენ. ენერგომომარაგება უკვე აღუდგა ხულოში ჰესის მშენებლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ აბონენტებს. ხულოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით თოვლის საფარისგან გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია, საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია სასწავლო პროცესისთვისაც. გვაქვს სოფლის მეუვალ ტერიტორიებზე გაუწმინდავი გზები. არის თოვლი აღემატება სიმაღლე 40-დან 50 სანტიმეტრამდე. გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მოგვეწებოდა შუქი. სოფელ ცენტრიდან კი ამოძრაობა, მაგრამ ძალიან გაჭირვებულად, ასე რომ ვთქვათ, რომ მარშრუტკებს უჭირს ასვლა და წამოსვლა. სკოლაში დადიან საცალფეხო კვალი არის, წელს ქვედა სველი მოდიან. ამჟამად იგია თოვლი საფარი ამ წუთას არის 20-დან 30 სანტიმამდე. მაღალ სოფლებში თოვლის საფარი არის უკვე 50 სანტიმეტრს მიღწეული, შედარებით დაბლა 30 სანტიმეტრამდე, თუმცა აღნიშნული პრობლემას არ უქმნის მოსახლეობას ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე გადაადგილებაში. რამდენიმე სოფელში არის ელექტროენერგია შეწყვეტილი, რომელიც არის გამოწვეული რამდენიმე ბოძის წაქცევით. დღის ბოლოსათვის აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება. შესაძლებელი არის მხოლოდ ორ სოფელს ალბათ კურცხალის მიმართულებით და ქურდულის მიმართულებით შესაძლებელია რომ ვერ აღდგეს.